შანსი, თქვენ ბატონო გამსახურდია ბოლო შანსი. აწიეთ თეთრ დროშა და ჩაგვარდეთ. ცუდად რო ხარ, თქვენ დიდი ხანია ცუდად ხარ. და დიდი ხანია უნდა გადამდგარიყავ. დღეს ეს შეცდომა თქვენი აღარ იქნება. თქვენ ახლა გამოგზანდებით თუ გინდათ სიცოცხლე შეინარჩუნოთ თეთრი დროშით. თუ არა და ამოგგვავა ყველა. ამ სიტყვებით თენგიზ სიგუა ზვიად გამსახურდია 1991 წლის 22 დეკემბერს ემუქრებოდა. იცით რა ხდება, როცა გმირები, ვისაც მხსნელებად ელიან, უცებ ბოროტმოქმედებად იქცევიან. აი დღეს სწორედ ასეთ ამბავს მოგიყვებით. ჩვენი თხრობის ცენტრშია წალენჯიხა, ერთი პატარა ქალაქი, რომელმაც თავის თავზე იწვნია 90-იანი წლების სამოქალაქო ომის მთელი სისასტიკე და ქაოსი. ეს არის ამბავი, რომელიც გვაფიქრებს თუ რაოდენ მყიფეა ზღვარი მხსნელსა და მჩაგვრელს შორის. აი, მოусმინეთ ამ სიტყვებს. ისინი მოვიდნენ როგორც ხსნელები, მაგრამ იქცეოდნენ როგორც დამპყრობლები. წარმოგიდგენიათ, ამას ამბობს ერთი ჩვეულებრივი წალენჯიხელი, რომელიც იმ დროს იქ ცხოვრობდა. ამ ერთ წინადადებაში იმდენი იმედგაცრუება და შიშია, მთელი ის ტრაგედია, რაც იმ წლებში ქალაქს დაატყდა თავს. ხო და თავარი კითხვაც ეს არის, როგორ მოხდა, რომ ის, ვინც გმირად უნდა მოსულიყო, საბოლოოდ მოსახლეობის მტრად იქცა. დავიწყოთ კონკრეტული შემთხვევით, ერთგვარი ათვლის წერტილით. მოდით ჩაუღრმავდეთ იმას, თუ რა მოხდა სინამდვილეში, წალენჯიხაში, იმ დღეს, როდესაც შეიარაღებული დაჯგუფება ქალაქში გამოჩნდა და ფაქტობრივად ყველაფერი სამუდამოდ შეცვალა. იცით, წალენჯიხა ამ პერიოდში არ ყოფილა უბრალოდ ერთი რიგითი ქალაქი რუკაზე. არა, ის ფაქტობრივად მთელი ქვეყნის სარგედ იქცა. აი მის ცოცხალ მაგალითად, თუ რა ხდება, როცა სახელმწიფო ინსტიტუტები უბრალოდ ინგრევა და ძალაუფლებას, პირდაპირ ქუჩა იღებს ხელში. ასე რომ ეს ერთი ქალაქის ამბავი კი არის, მაგრამ სინამდვილეში ეს მთელი ქვეყნის ისტორია. აი დავფიქრდეთ, რამ მიიყვანა საქმე აქამდე, რამ დააპირისპირა მეზობლები, მეგობრები, რამ ჩაძირა მთელი ქალაქის შიში. ამ კონფლიქტის ცენტრში ფაქტობრივად ორი მთავარი ძალა იდგა. ერთ მხარეს იყვნენ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეები, მეორე მხარეს კი ის შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც ისტორიაში მხედრიონის სახელით შევიდა. ხო და იმისთვის რომ წალენჯიხის ამბავი გავიგოთ, ჯერ ამ დრამის მთავარ მოქმედ პირებს უნდა გავეცნოთ. დიახ, საქართველოს მხედრებს, მაგრამ ვინ იყვნენ ისინი სინამდვილეში? პატრიოტები თუ უბრალოდ კრიმინალები? მოდით, ამაში ერთად გავერკვეთ. მხედრიონი. სახელი, რომელიც რაღაცნაირად რომანტიკულად, ისტორიულად ჟღერს, არა? შუა საუკუნეების რაინდებს, მხედრებს გახსენებს, პატრიოტიზმს. მაგრამ სამწუხაროდ 90-იანი წლების საქართველოს რეალობაში ეს სიტყვა ძალიან ბევრისთვის შიშის, ხაოსის და სრული უკანონობის სინონიმი გახდა. აი შეხედეთ, ვინ იყვნენ ეს მხედრიონელები. ჯაბა იოსელიანის დაარსებული ორგანიზაცია, რომელიც დააკვირდით ოფიციალურად სამაშველო კორპუსად იწოდებოდა. ანუ ქაღალდზე კეთილშობილური მიზანი ჰქონდათ, მაგრამ სინამდვილეში ისინი მოქმედებდნენ ყოველგვარი სახელმწიფო კონტროლის მიღმა. თავისი გამორჩეული უნიფორმაც კი ჰქონდათ, ჯინსები, სვიტერები, შავი სათვალეები და რაც მთავარია, მათ მუდმივად ცდებდნენ ბრალს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში, ანუ თავიდანვე ძალიან ორმაგი სურათი იხატება. ეს კონტრასტი კიდევ უფრო ნათელი ხდება, როცა მათ სიტყვებსა და საქმეებს ვადარებთ. აი ერთ მხარეს გვაქვს მათი განაცხადი, ჩვენ წესრიგს აღვადგენთ. მეორე მხარეს კი რა გვაქვს? რეალობა, სადაც მათ სახელს უკავშირებდნენ რეკეტს, წარცვას, ბიზნესების დატერორებას. ამბობდნენ ჩვენ საქართველოს ვიცავთ და ამ დროს წყაროების მიხედვით სასტიკად უსწორდებოდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს. ხედავთ, ეს არის სრული შეუსაბამობა დეკლარირებულ მიზნებსა და რეალურ ქმედებებს შორის. ახლა ნიშნულოვანია გვესმოდეს, რომ წალენჯიხის ტრაგედია არ მომხდარა ვაკუუმში. ეს არ იყო რაღაც ცალკე აღებული, იზოლირებული შემთხვევა. არა, ეს იყო ერთი პაზლი ბევრად უფრო დიდ, ქაოსურ სურათში, რომელსაც სამოქალაქო ომი ერქვა და რომელმაც ფაქტობრივად მთელი საქართველო მოიცვა. მოდით ცოტა ხნით სურათი გავადიდოთ და ვნახოთ რა ხდებოდა ქვეყანაში. უბრალოდ დააკვირდით მოვლენების ქრონოლოგიას. რა თავბრუდამხვევის ისწრაფით ხდება ყველაფერი. 1991 წელი საქართველო დამოუკიდებლობას აცხადებს. ისტორიული მომენტია, მაგრამ იმავე წლის დეკემბერში უკვე სამოქალაქო ომი იწყება. პრეზიდენტ გამსახურდიას ძალადობრივად ამხობენ. 1992 წელს ქვეყანაში სრული ძალაუფლების ვაკუუმია. ხელისუფლებაში შევარდნაძე მოდის, მაგრამ 1992-93 წლებში რეალური ძალა სწორედ მხედრიონის მსგავს დაჯგუფებებს აქვთ. ისინი ფაქტობრივად დაუსჯელად მოქმედებენ და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოთამაშედ ყალიბდებიან. წარმოუდგენელი ქაოსია, ხომ? და აი აქ მივდივართ ალბათ თავარ დასკვნამდე. როდესაც სახელმწიფო სუსტია, როცა კანონი აღარ მუშაობს, იმ სიცარიელას ყოველთვის იარაღი ავსებს. უნდა გვესმოდეს, რომ მხედრიონი არ ყოფილა ამ ქაოსის ერთადერთი მიზეზი. არა, ის უფრო ამ ქაოსის პირდაპირი შედეგი და სიმპტომი იყო. იმ დაშლილი სახელმწიფოსი, რომელმაც უბრალოდ დაკარგა კონტროლი საკუთარ მოქალაქეებზე და ტერიტორიაზე. კარგი, ეს ყველაფერი ისტორიაა, თარიღები, ფაქტები, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა ხომ ჩვეულებრივი ადამიანები დგანან.
თავისი ისტორიებით, თავისი ტრაგედიებით. მოდით ახლა იმაზე ვისაუბროთ, თუ რა დატოვა ამ კონფლიქტმა, რა ნაიარევები და მოგონებები დარჩა წლების შემდეგაც კი. 995 წელი. ეს ის თარიღია, როდესაც მხედრიონი პრეზიდენტის ბრძანებულებით ოფიციალურად დაიშალა, აიკრძალა. ანუ თითქოს წერტილი დაესვა. მაგრამ ხომ ხვდებით, რომ ქაღალდზე დაწერილი კანონი მეხსიერებას ვერ შლის. ის შიში, უნდობლობა, ის კოლექტიური ტრავმა, რაც მათმა ხმედებებმა დატოვა, საზოგადოებაში კიდევ ძალიან დიდხანს დარჩა. და აი კიდევ ერთი ციტატა, რომელიც ამ ყველაფერს მგონი იდეალურად აჯამებს. ფიზიკური ჭრილობები მოშუშდა, მაგრამ ის, რაც მეხსიერებაშია, ეს სხვა. ზუსტად ეს არის კოლექტიური ტრავმა. სამოქალაქო ომის ყველაზე მძიმე და ღრმა იარები ხომ სხეულზე არჩება. ისინი ერის ცნობიერებაში ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაში ლექება. სწორედ ამიტომ ყვებით ამ ამბავს დღეს. წალენჯიხის ისტორია არ არის უბრალოდ რაღაც დავიწყებული ეპიზოდი წარსულიდან. არა, ეს არის გაკვეთილი. გაფრთხილებაც კი, თუ გნებავთ, იმის შესახებ თუ რაოდენ მყიფეა მშვიდობა და სახელმწიფოებრიობა და რა წარმოუდგენლად რთული გზის გავლა უწევს სერს, როდესაც ის ფაქტობრივად ნანგრევებიდან ცდილობს საკუთარი თავის ხელახლა აშენებას. და საბოლოოდ, ყველაფერი ერთ ძალიან რთულ ფილოსოფიურ კითხვამდეც კი მიდის. სად გადის ზღვარი გმირსა და ბოროტმოქმედს შორის? საერთოდ არსებობს კი ეს ზღვარი ყოველთვის. და რაც მთავარია, როგორ უნდა შეურიგდეს საზოგადოება ისეთ წარსულს, სადაც გმირები და მოძალადეები ხშირად ერთი და იგივე ადამიანები იყვნენ. ამ კითხვებზე ალბათ ცალსახა პასუხები არ არსებობს და მათი ძიება დღესაც გრძელდება.